მეგობრებო, ხა უნდა შემოგთავაზოთ ეს გაშლა რა მოდის თქვენ ცხოვრებაში სასიხარულო, სასიამოვნო, ამოფორიაკებელი წლის ბოლომდე. ამ წლის ბოლომდე სულ რამოდენიმე დღე დაგვრჩა 2025 წლის შემობრძანებამდე და გავიგოთ რა გაგახარებთ ამ ახალი წლის მოსვლამდე, რა დაგაყენებთ პოზიტიურ განწყობაზე, რა ვინ გავიგოთ, ვინ ხართ ახლა თქვენ, რომ გაარკვიოთ რამდენად თქვენზე იქნება ეს გაშლა, ვინ ხართ თქვენ. თქვენ ხართ ახლა სიყვარულის ენერგიაში, შეიძლება ახალი სიყვარულის საწყის ეტაპზე ხართ, ახალი ადამიანი გამოჩნდა თქვენ ცხოვრებაში, რომელმაც რაღაცა ბავშვური გრძნობები და ბავშვური პლატონური შეგრძნებები გაგიღვიძათ, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი პატარა გოგოთ გრძნობთ თქვენ თავს, აი ესეთი 18-19 წლის ასაკში რო ახალი შეყვარებულია და ცოტა იპრანჭება და ცუნდრუკებს და უხარია და ტანსაცმელს იცვლის და რაღაცა იპრანჭება რეჟიმში, ძალიან გულწრფელი, ალალი, ეხლა ჩამოყალიბებული სიყვარულის ენერგეტიკაში ხართ, თუმცა ამ ენერგიამდე აჩვენებენ, რომ კუთხეში მიმწყდეული რაღაცნაირად დეპრესიაში იყავით, თქვენი ფიქრებიდან გამომდინარე, თქვენ თვითონ იგდებდით კუთხეში მიმწყდებით ამ სიტუაციაში თავს, ცდილობდით გაგიანალიზებინათ რაღაცები. ამ სიყვარულთან დაკავშირებით იქნება ეს თუ სამუშაო სფეროსთან დაკავშირებით იქნება თუ ზოგიერთისთვის შეიძლება გადაადგილების შეზღუდვა იყო, არ ვიცი, ვიზას არ გირწყავდნენ, ფინანსი არ გქონდათ გადაადგილებისთვის, აი რაღაცა შეზღუდვაში გრძნობდით თქვენ თავს და უფრო მეტად სიტუაციაზე მეტად თქვენი ფიქრებით იზღუდავდით თავს, თითქოს ვერ ხედავდით გამოსავალს, ხელფეხი შეკრული ჰქონდათ, ვერ მოძრაობდით. ეს შეიძლება ასევე კიდევ მეორე სიყვარულთან დაკავშირებითაც იყო, თუ რაღაცა დაპაუზებული ვითარება ჰქონდათ სიტუაციაში და ნაბიჯს ვერ დგავდით რაღაცეების თქვენი ფიქრების მხრივ არ აძლევდით თქვენ თავს სუფლებას, ვერ ხედავდით ნაბიჯის გადასადგმელ სიტუაციას და გამოსავალს და ამ გამოსავლის ლაბირინთიდან გამოსავლის ძიებაში იყავით, მაგრამ დღესდღეობით ძალიან ესეთი ბავშვურ თბილ ენერგეტიკაში გაჩვენებენ, გახარებულ ენერგეტიკაში გაჩვენებენ, რამ გამოიწვია ეს გავიგოთ, რომ უფრო კარგად მიხვდეთ თქვენზე ეს გაშლა თუ არა. ჟეზლის მეფე ამოხტა, მამაკაცთან დაკავშირებით იყო სავარაუდოდ თქვენი ეს დეპრესია და კუთხეში მიმწყდეულობა, ძალიან ესე დათრგუნული გრძნობდით თავს. ეს მამაკაცი გამოჩნდა როგორც ჩანს თქვენ ცხოვრებაში, ნელი ნაბიჯით მოდიოდა როგორც ჩანს ძალიან და მოაღწია, ასე ვთქვათ, თქვენამდე ნელი ნაბიჯით, მაგრამ მყარი პიროვნება, საყრდენი ძალა და ადამიანია, ვისი იმედიც, ასე ვთქვათ, უნდა გქონდეთ და პრინციპში საიმედო პარტნიორია ცხოვრებისეული. სამყაროს აზრითაც, არა მხოლოდ თქვენი აზრით და ეს ადამიანი გამოჩნდა როგორც იქნა. თუ ემთხვევა ენერგეტიკა და ხვდებით, რომ თქვენზეა ეს გაშლა, მაშინ განაგრძეთ ყურება, რა მოვა წლის ბოლომდე, ამ წლის ბოლომდე ისეთი რაც გაგახარებთ. გავიგოთ, რა მოდის. ესე იგი, გაშლა ბევრ საერთოა და კიდევ მეორე ყველა დეტალი ყველა ადამიანისთვის არ განიხილება და ყველა სიტყვა შეიძლება არ დაემთხვეს ყველასთვის, მაგრამ პირადი გაშლა ვისაც გინდათ, გადმოდით ჩემ გორჩია ტელეგრამის ლინკი და იქ ვაკეთებ პირად გაშლებს. რაც შეეხება საერთო გაშლას, გულის ტკივილი და სასიყვარულო სამკუთხედი, ვისაც გქონდათ იმ ადამიანებისთვის არის ეს ინფორმაცია კონკრეტულად. საყვარელ ადამიანთან მიმართებაში და ვერ ნახულობდით სწორედ ის, რაც მე უკვე ვთქვი და ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ გქონდათ თქო, რაც უკვე ვილაპარაკე, აჩვენებენ, რომ ეს სიტუაცია იყო სასიყვარულო სამკუთხედის თქვენ ურთიერთობაში. არ ვიცი. დიდი ალბათობით უყურებთ საყვარელი ადამიანი და არა ოფიციალური მეუღლე ამ ადამიანის.
ვინაიდან კუთხეში გრძნობდით თქვენ თავს და უფლება არ გქონდათ ნაბიჯის გადადგმის და ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე ლოგიკურად უფრო მეტი პროცენტისთვის იქნება ისე, რომ თქვენ არაოფიციალურ მასთან კავშირში იმყოფებით და ხართ და ეს ადამიანი არის თქვენთვის გულის, სულის ნაწილი, მეორე ნახევარი, თქვენი სიყვარული და თქვენი ასე ვთქვათ, წამალი ხასიათის ეს ადამიანი ვისთანაც ურთიერთობა დაფარული გქონდათ, ვის ურთიერთობასაც ვერ ააშკარავებდით რაღაც მიზეზების გამო, არ ვიცი, აკრძალვა იყო სოციალურ ქსელებში, მაგალითად ფოტოს გამოდების თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ აფიშირებული, დამალული, მოკლედ, რო გითხრათ, ბევრი რო არ გავაგრძელო ურთიერთობა და სიყვარული, სადაც იყავით ფარული მისი საყვარელი ქალი და მეორე ნახევარი. სტაბილურობას იგრძნობთ ამ ურთიერთობაში. ეს გაგახარებთ ძალიან, იგრძნობთ, რომ რესურსული და ძვირფასი ქალი ხართ ამ ადამიანისთვის და აი ეს პინტაკლი, რომელიც ამ ქალს უჭირავს და სიძვირფასი, რომელიც აქვს, ამ სიძვირფასის შეგრძნებას დაიჭერთ ხელში, ასე ვთქვათ, წინა საახალწლოდ და ახალწლამდე, ეს შეგრძნება გექნებათ, რომ მე რა რომ სასიყვარულო სამკუთხედში ვარ, ის რაც მე კუთხეში მაყენებ და შიშები მქონდა გამიქარწყლა იმის შეგრძნებამ, რომ რაც მთავარია მე ამ ადამიანისთვის რესურსი, სიძვირფასე და მნიშვნელოვანი ქალი ვარ მის ცხოვრებაში. და ის რომ შეიძლება დაოჯახებულია ეს ადამიანი და თავის საკუთარი ოჯახი მის ზურგს უკან სხვა პასუხისმგებლობით ყავს, ეს აღარაფერს აღარ ცვლის, ასე ვთქვათ, თქვენ ურთიერთობაში, პირიქით ეს ენერგეტიკული მიჯაჭვულობა უფრო და უფრო იზრდება, გრძნობთ ამ ადამიანისა თქვენთან მიმართებაში, რაღაცნაირად დამოკიდებული ხდება თქვენ სიყვარულზე, თქვენ მოფერებაზე, თქვენ ნახვაზე, თქვენ ჩახუტებაზე და მზად არის კიდევ უფრო და უფრო ჩადოს რესურსი და გაგრძნობინოთ, რომ მხოლოდ რაღაცა ოფიციალური ხელმოწერა თუ სახელგვარის, ასე ვთქვათ, ავტოგრაფი დიდ მნიშვნელობას არ ნიშნავს, დიდს არ ნიშნავს, მოკლედ და არანაკლები სიძვირფასე აქვს თქვენი და არ უნდა მას რომ თქვენ დაკარგოთ, იმიტომ რომ ძალიან მოჯაჭვულია ენერგეტიკულად, შეიძლება ეჭვიანობითაც კი ეჭვიანობს აი ამ პერიოდში ვინმე მარწართვას თქვენი თავი და ეს ადამიანი გამოდის კონტაქტზე და ამ სიძვირფასეს თქვენსას აღნიშნავს და აუცილებლად გაგრძნობინებთ. ვინც ამ სიტუაციაში იყავით, კიდევ მეორე სასიყვარულო სამკუთხედში, ეს ინფორმაცია მათთვის, სხვებისთვის. რა მოდის სასიხარულო ისეთი რაც გაგახარებთ ამ წინა საახალწლოდ. ესე იგი, მოვდივარ, მაინც სიყვარული ამოდის, უხვი სიყვარულის შეგრძნება, ახალი სიყვარული, ეს არის ტუსთასი ემოცია, რომელიც თასიდან გადმოდის, რომელიც ვეღარ იტევს იმდენი წყალი და იმდენი ემოცია, წყალი არის ემოციები, პერიოდი, რომელიც დეპრესიაში გაგდებდათ და ვერ ხედავდით აი ამ სიყვარულის განვითარების პროგრესის გზას და იყავით რაღაცნაირად შესაძლებელია ალკოჰოლ დამოკიდებულიც კი დეპრესიაში, ტირილში გადავარდნილი პირდაპირ გეუბნებით ამ კარტით ხშირია, მით უმეტეს მანდილოსნებში და არა მხოლოდ ტირილს მიმართოს და სასმელს მიმართოს და რაღაცაში გაიქარწყლოს დარდი, ემოცია აქვს სიყვარულისაც და დარდისაც, აი გადმოდის იმდენი ემოცია. აი ამ ადამიანებისთვის, ამ კატეგორიისთვის იქნება ეს ინფორმაცია, რომ თქვენ იგრძნობთ თქვენ თავში ძალას, ენერგეტიკის აღდგენას, ქალური ენერგეტიკის მოჭარბებულობას, ასე ვთქვათ, სექსუალურობის განვითარებას, ძალიან ახალი შარმული ენერგიით აივსებით და მიზიდულობა მაგნიტური ექნებათ საწინააღმდეგო სქესის თქვენი. კიდევ ვიმეორებ, შეიძლება თქვენი ბლოგი გაქვთ, საინფორმაციო რაღაცა გვერდი გაქვთ, სადაც ბრჭყვიალებთ სოციალურ ქსელში იქნება ეს თქვენი ფოტოებით თუ თქვენი
რაღაცა მიმდინარეობით, სადაც 10,000-ობით ადამიანი შეიძლება თვალს გადევნებთ და მოყვებათ თქვენი ფოლოვერები, ბრჭყვიალები, სიბრჭყვიალეს და ენერგეტიკის მოზღვავებას იგრძნობთ და სამუშაო სფეროში წარმატებას იგრძნობთ. თქვენი პარტნიორი, თქვენი, ასე ვთქვათ, მეორე ნახევარი ენერგეტიკული ჟეზლის პრინცი მოდის და მოქრის თქვენთან აი ამ თქვენი ენერგიის შემხედვარე. ესე იგი, სიყვარულს ვერ გავეკეცით ვერანაირად. ძალიან კარგი სასიხარულო